კიდევ ერთი გზავნილი პარიზიდან აქციების მუქარა ამერიკის საელჩოს გულუბრყვილოდ მოხსენიებული ოპოზიცია და გაფრთხილება ქართველ ხალხს. ირაკლი ოქრუაშვილი მორიგ სკანდალურ განცხადებებს ტელეკომპანია მაესტროს ეთერში აკეთებს და ხშირად აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება მოწამლულია. თავდაცვის ექს-მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ცეკას შეადარა, მას არც ოპოზიცია გამორჩენია. ყველაზე მეტად ოქრუაშვილი კვლავ ბურჯანაძეს აკრიტიკებს. რუსული კვალი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა, ასეთია დღეს ქართული პარტიის ლიდერის გამოსვლაზე პოლიტიკოსების შეფასებები. რას ამბობენ ოქრუაშვილის თანამოაზრები მათი თანაგუნდელის ანტიამერიკულ და ანტიდემოკრატიულ განცხადებებზე? ლიკა ბერა ესაუბრობს სტუდიიდან. აგრესიული, უპასუხისმგებლო და ბითუმად ნაყიდი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილს ქართული ოპოზიცია დაუპირისპირდა. პარიზიდან ოქრუაშვილის მიერ მუქარის შემცველი აგრესიული განცხადებების გაკეთების შემდეგ ოპოზიცია ამბობს, რომ მათსა და ქართულ პარტიას შორის წყალგამყოფი გავლებულია. იმ ტელევიზიის ეთერით, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენის კოტე გოგელიას მეუღლემ რუსეთში სახელმწიფო კავშირებით დაგროვილი ფულით ოფიციალურად იყიდა, ირაკლი ოქრუაშვილი არც მეტი არც ნაკლები ამერიკის საელჩოს აქციებით ემუქრება. მათ კი ვინც მის მხარეს არ იქნება, აფრთხილებს, რომ არ დაინდობს. ამ გაფრთხილებით ოქრუაშვილი პირველი ქართველი პოლიტიკოსი აღმოჩნდა, რომელიც ხალხს დაემუქრა. განცხადებაში კი, რომელიც ამერიკის საელჩოს ეხება, პარიზის რევკომის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამერიკის საელჩო ქართულ საზოგადოებას წამლავს. შეიძლება სიახლე იყოს თქვენთვის, მდგომარეობს სწორედ სათავესთან მისვლაში და სათავესთან ონკანის გადაკეთვაში. ეს ონკანი მდებარეობს დიღომში ამერიკის საელჩოში, საიდანაც მოდის ის ნიავარი, რომელთაც იწარმოება ქართული საზოგადოება. თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას. ოქრუაშვილის მუქარაზე საელჩოს, რომელსაც რამდენიმე თვის წინ აფეთქებას უპირებდნენ და ამ აფეთქების უკან რუსული სპეცსამსახური იდგა, დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. აფეთქება არ შედგა, თუმცა ახლა ოქრუაშვილის პარტია აქციით იმუქრება, აქციით, რომლის მიზანი სულ მცირე საელჩოს მუშაობისთვის ხელის შეშლაა. ქართულ ექსპერტულ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია იმისთვის, რომ ოქრუაშვილის ამ განცხადებების უკან რუსული კვალი დაენახა. დღეს ოქრუაშვილის პარტია თალიბებს და იმ პოლიტიკოსებს შეადარეს, რომლებიც რუსეთს ბითუმად ეყიდებიან. რუსეთის სპეცსამსახურები სამწუხაროდ ძალიან მარტივად ახერხებენ ბითუმად საბითუმო ფასებში ქართველი პოლიტიკოსების ყიდვას. ეს არის ძალიან სამწუხარო აქტი და მე იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები წარმატებას ვერ მიაღწევენ. ამ ქვეყნის მიმართ მეტი მადლიერების გრძნობის გამოხატვა გვმართებს. თუ ამას ვერ ვახერხებთ, იმდენი მაინც უნდა ვქნათ, რომ ამ შემთხვევაში საქართველოსთან დაპირისპირებული ქვეყნის წისქვილზე არ დავასხათ წყალი. ის აქციები, რომელიც ამ შემთხვევაში ახსენეს და ალბათ იგეგმება და განხორციელდება, მოდის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებთან წინააღმდეგობაში და დიდად არ განგვასხვავებს ჩვენ თალიბებისაგან. ამ განცხადების გაკეთება არის მიმართული საქართველოს წინააღმდეგ. ეს არაა მიმართული საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. რაც შეეხება აქციებს. მე ვიცი, რომ აქციებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებთან მე მოჰყოლია მაგალითად კიდევ უფრო უარესი ამ საელჩოებთან. მე ვერ მივესალმები ასეთ აქციას და ყველა ქართველს, ვინც აპირებს ასეთ აქციაზე წასვლას, გულწრფელად ვეტყოდი, რომ სანამ ამას გააკეთებთ, დაფიქრდეს. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება იყო ღია აგრესიის დემონსტრირება ქართული სახელმწიფოს დასავლური ორიენტაციის მიმართ, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია ახალი მემარჯვენეებისათვის. ამავდროულად ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება იყო გაჯერებული უპასუხისმგებლობით, როდესაც ის საუბრობდა სისხლის ზღვრაზე, საკმაოდ თამამად და საუბრობდა დამონდობლობაზე. ერთი სიტყვით, თუ კი ირაკლი ოქრუაშვილის გუშინდელი განცხადება არის ქართული პარტიის პოლიტიკის სტრატეგიული ხაზის მატარებელი, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ახალ მემარჯვენეებსა და ქართულ პარტიას შორის არსებობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური წყალგამყოფი. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები უკვე დღეს იგივე სიზუსტით გაიმეორეს მისი პარტიის ლიდერებმა თბილისში. თუმცა ქართული პარტიისა და მისი მოსკოვური ფრთის გოგელია ასათიანის კონტროლირებად მაესტროს ეთერამდე სააგენტოებით პარიზული რევკომის ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის საგანგებო ბრიფინგი იყო დანიშნული, რომელიც სკანდალური სატელევიზიო ეთერის შემდეგ გადაიდო და მედიასთან სასაუბროდ ყოფილი ელჩიკი წმარიშვილი წარსდგა. ვითხოვთ და მოვითხოვთ უბრალოდ რომ არც ერთი ქვეყნის მხრიდან არ მოხდეს ჩვენში და პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა. ამ ტიპის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გვართმევს თავისუფლებას. არჩევანის, სუვერენული არჩევანის თავისუფლებას შიდა თუ სხვა პოლიტიკურ საკითხებში. და კიდევ ერთი მომენტი, მე თქვენგან განსხვავებით ვიცხოვრია სხვადასხვა პოლიტიკურ სოციალურ-პოლიტიკურ ფორმაციაში და
არანაირი სურვილი არ მაქვს, არც მე და არც ქართული პარტიის ლიდერებს და მე მგონი ქართულ ხალხს, რომ ეგრეთ წოდებული ცეკას ინსტრუქტორები შეიცვალონ სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტრუქტორებით. არანაირი სურვილი არ მაქვს, არც მე და არც ქართულ ხალხს, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იყოს ის ადამიანი, ვინც წყვეტს საქართველოში პროცესებს. პრესკონფერენცია ხო იყო? პოზიცია ხო დაფიქსირდა ყველაფერი. ჩემი პოზიცია არის რა პოზიციას დაფიქსირდა ყველაფერი. ჩემი პოზიცია ის არის, რაც დღეს პრესკონფერენციაზე ჩატარდა და დავაფიქსირე. თქვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ეს არის რუსული დაკვრა. რუსულ კოლს ხედავენ ამერიკის საელჩოს საწინააღმდეგო განცხადებებში და ამერიკის საელჩოს საწინააღმდეგო განცხადებები არ კეთდება. კეთდება ის, რომ ადამიანის უფლებებს უპირველეს ყოვლისა მიაგოს დიდი პატივი. ოქრუაშვილის და მისი რევკომის წევრების განცხადება პირველი არ არის, როდესაც ისინი ამერიკას საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას აპროტესტებენ. უფრო ღია და პირდაპირი მართალია 3 წლის წინ, მაგრამ მაინც ლევან გაჩეჩილაძე იყო. მაშინაც ოქრუაშვილი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. თუმცა მაესტროს ეთერში გაკეთებული განცხადების გამართლება გაჩეჩილაძეს შეიძლება ითქვას წინსწრებად აქვს გაკეთებული. სულ არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ამერიკელები. სულ არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ევროპელები. ჩვენი ბრძოლა, ქართული ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა არ არის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის მსოფლიო გეოპოლიტიკის წინააღმდეგ. ეს არის ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ. ირაკლი ოქრუაშვილმა კი პარიზიდან მხოლოდ გეოპოლიტიკაზე არ ისაუბრა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ხალხსაც დაემუქრა და განაცხადა, რომ არ დაინდობს იმ ადამიანებს, რომლებიც მის გვერდით არ დადგებიან. მუქარა ხალხს და ქართული პარტიის ძალადობრივი პოლიტიკა ოდნავ მოგვიანებით. ოქრუაშვილმა ამერიკის საელჩოს და ხალხის მუქარასთან ერთად ოპოზიციის მისამართითაც გააკეთა კრიტიკული განცხადებები. ოქრუაშვილს დღეს რევოლუციის მოწყობაში კონკურენტმა და მისი პარტიის მიერ სასოწარკვეთილ ქალად გამოცხადებულმა ბურჯანაძემ უპასუხა და ის ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა. გუშინდელმა ეთერმა და გუშინდელმა განცხადებებმა სამწუხაროდ დაადასტურა ის ეჭვი ძალიან საფუძვლიანი რაც ჩვენ მქონდა და ნიღაბი ჩამოხადა ქართულ პარტიას და მის ლიდერებს. გუშინ ძალიან ათლად გამოჩნდა, რომ ქართული პარტია თამაშობს სააკაშვილის თამაშს. ფსევდოოპოზიციის მთავარი მიზანია, რომ დააბნიოს ხალხი, გაუგებრობა და უიმედობა შეიტანოს ხალხში. ოქრუაშვილი ჩაფლავდება და ბაქიბუქა. ასეთი იყო დღეს ლეიბორისტების ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადება. თავისუფალმა დემოკრატებმა კი ოქრუაშვილი წარსულის პოლიტიკოსად გამოაცხადეს. ყველანაირი საშუალება, რა ვიცი, როგორ უნდა გამოიყენოს, ატომურ ბომბს ხო არ გამოიყენოს. არ ვიცი, ახლა ჯერჯერობით ჩვენ ქართული პოლიტიკოსების ბაქაბუქი გვესმის და ტრაბახი ძირითადად. შედეგად ჩაფლავებას ვიღებთ. იმედია ეს მდგომარეობა გამოსწორდება და ჩვენ პირველი დაუკრავთ წაში. ირაკლი ოქრუაშვილი, ეროსი კიცმარიშვილი, მიხეილ სააკაშვილი არიან წარსულის პოლიტიკოსები, რომელთაც არ შეუულიათ არაფერი კარგის გაკეთება ჩვენი სახელმწიფოსთვის. ჩვენ სააკაშვილის და მის ხელისუფლების შეცვლას გონებით და არა ემოციებით ვეპრობთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი აუცილებლად დაიწყება, მაგრამ ეს ხდება მიზანმიმართული, ეს ხდება თანმიმდევრული და პრაგმატული. ასეთია რეაქციები ოქრუაშვილის განცხადებაზე, რომელმაც ამერიკის საელჩო ქართველი ხალხის მოწამვლაში დაადანაშაულა. საელჩოსთან აქციის ჩატარებით დაიმუქრა და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მის მხარეს არ გადავა, განუცხადა, რომ ის მათ არ დაინდობს. ლიკა ბერაია საუბრობდა ეთერში. თუ აქამდე ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებას ემუქრებოდა, ახლა უკვე ქართულ ხალხს ემუქრება. ქართული პარტიის ლიდერმა მოსახლეობა პარიზიდან გააფრთხილა და აღნიშნა, რომ არ დაინდობს არავის, ვინც მისი თანამოაზრი არ გახდება. ჩვენ ვის გვერდშიც გვინდა, იმის გვერდით დავდგებით, ასე პასუხობს საზოგადოება ირაკლი ოქრუაშვილის ულტიმატუმს. სკანდალურ ბექგრაუნდს ექს თავდაცვის მინისტრ დღეს ანალიტიკოსებიც ახსენებენ. პირველი ქართული პოლიტიკოსი, რომელიც ხალხს ღია დაემუქრა და განაცხადა, რომ არავის დაინდობს. ნახეთ ზურახვისთანის რეპორტაჟი. თუ თქვენ გადმოხვალთ ხალხის მხარეს და თუ თქვენ არ გადადგავთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც გამოიწვევს საზოგადოებაში ძალადობას. თქვენ გეძლევათ კიდევ ერთი შანსი, რომ ემსახუროთ საკუთარ ხალხს. მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ აპირებთ სააკაშვილის რეჟიმს საფლავში ჩაყვეთ, პირობას გაძლევთ, თუ არავის არ დაგინდობთ. არაერთ სკანდალში გახვეულმა ირაკლი ოქრუაშვილმა მორიგი ხმაურიანი განცხადება ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში გააკეთა. თუმცა ამჯერად თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და არა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს, არამედ საქართველოს მოსახლეობას დაემუქრა.
ირაკლი ოქრუაშვილი პირველი ქართველი პოლიტიკოსი აღმოჩნდა, ვინც საკუთარ ხალხს სასტიკად დაემუქრა და პირდაპირ გაფრთხილებაც მისცა. იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა მის მხარეზე არ გადმოვა, ის არავის დანდობას არ აპირებს. თუმცა რამდენად მისაღებია ოდიოზურ პოლიტიკოსად მიჩნეული ოქრუაშვილის ეს გაფრთხილება საზოგადოებისთვის, ამას ჩვენ ამ მუქარის პირდაპირ ადრესატს, ანუ მოსახლეობას ვკითხავთ. ადამიანები ვართ, გვაქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და რატომ უნდა მივატოვოთ თქვენს სამსახურები და რატომ უნდა დავდგეთ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც არ გვსურს. ყველამ ჩაიხედოს თავის სინდისში, თავის წარსულში, ხალხს არაფერი არ ავიწყდება, ვის რა გაკეთებული. ესე დამუქრება შორიდან საკუთარი ხალხის მე მგონი მიზანშეწონილი არ უნდა იყოს. არც ერთ საქართველოს მოქალაქეს ეგ არ მოეწონებოდა, რაც გუშინ გააკეთა მაგით და რა თავის გამოსვლაში რაც მაგან გამოხატა. რას ფიქრობს ირაკლი ოქრუაშვილის მუქარაზე მისი მშობლიური გორის მოსახლეობა? ამის გარკვევას უკვე ქრონიკის გორის ბიურო შეეცადა და შემდეგი პასუხებიც მიიღო. ბრძანება იმის რომ პოლიტიკოსმა გიბრძანოს ანიქ ამ პარტიაში მიდი ან იმ პარტიაში ან სამსახურდები ეს არ არის სწორი ნამდვილად და ვერც გავაკეთებთ ამას ეს რა ვიცი ყოველ ზღვარს გადასული როგორ შეიძლება მაგისი სამოქალაქო ომი და დაპირისპირება კარგს არაფერს მოუღწევს ქვეყანას ჯობია ალბათ ყველაფერი მშვიდობიანად და არჩევნებზით გადაწყდეს ჩემი აზრი ესეთია ჩემთვის მიუღებელია ნამდვილად ესეთი კატეგორიული ტონი ხალხის დამოუკრება არ არის სწორი პასუხი. მე ირაკლი ოქრუაშვილს არანაირად არ ვცემ პატივს, თუ ჩემ აზრს კითხულობთ. თბილისის ცენტრალურ გამზირს რუსთაველის ქუჩას საქართველოს უახლესი წარსულის ნაიარევი დღეს თითქმის აღარ ეტყობა. თუმცა საკუთარი ხალხის არდანდობის პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში ირაკლი ოქრუაშვილამდეც გატარებულა. მაშინ ყველაფერი ასე მოხდა. მუხარა თანაც არ დამინდობ რას ნიშნავს ფიზიკურ გასწორებას ნიშნავს საზოგადოების დიდ ნაწილთან ერთად ირაკლი ოქრუაშვილის ულტიმატუმმა ის პოლიტიკური ანალიტიკოსებით შეაშფოთა რომელთაც არც საქართველოს უახლესი წარსული და არც თავდაცვის ყოფილი მინისტრის სკანდალური ბექგრაუნდი დავიწყებიათ თვითნებურად წამოწყებული სამხედრო კამპანია ცნობილი განცხადებები ფეკალიებისა თუ ახალი წლის ცხინვალში შეხვედრის თაობაზე ექსპერტები ამბობენ რომ ოქრუაშვილის უპასუხისმგებლო ქმედებებმა თუ განცხადებებმა ქვეყნის უსაფრთხოება და იმიჯი მაშინ გვარიანად შეარყია. ყველას გვახსოვს მისი განცხადება ცხინვალში ახალ წელს შესვლასთან დაკავშირებით ან და ეგრეთ წოდებული სკანდალი მისი განცხადებიდან გამომდინარე ფეკალურ მასებთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაშიც ოქრუაშვილის ეს განცხადება არის პროვოკაციულიც და ვნებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ოპოზიციურ სპექტრში, რომელიც ძალზე ჭრელია დღეს და ძალზე დაიჭრა მით უმეტეს უკანასკნელ პერიოდში, ესე იგი, ხვდებით აი გარდა იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებულ თქვათ სტილისტიკას, რადიკალურად განსხვავებულ სტილისტიკას, დაპირისპირებულ სტილისტიკასაც, რა? ხვდებით უკვე ისეთ უცნაურ მომენტებსაც, იმიტომ რომ ცივილიზებულ ქვეყნებში ცივილიზებული პოლიტიკოსი ეგეთ განცხადებებს არ აკეთებს. საკუთარი ხალხის არდანდობის გარდა ირაკლი ოქრუაშვილმა მაესტროს ეთერში საპროტესტო აქციებიც დააანონსა. მოსალოდნელი ვნებათა ღელვის ეპიცენტრად კი ეს ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დაასახელა. ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ პროტესტის ადგილი შემთხვევით შერჩეული არ არის. შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში არის ის დაწესებულება, რომელიც პირდაპირ ხელს უშლის რუსეთის პოლიტიკური გეგმების განხორციელებას საქართველოში. ის, რასაც ქართული პარტია და პირადად ოქრუაშვილი თავის გამოსვლებში ადასტურებს, ეს არის პირდაპირ შემიძლია ვთქვა რუსული პოლიტიკური გეგმების წისქვილზე წყლის დასხმა. გუშინდელმა განცხადებებმა საზოგადოებისა თუ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილისთვის ნათელი გახადა თუ რა ძალის მიერ იმართება ირაკლი ოქრუაშვილი. რა გზით აპირებს ის საქართველოში მოხვედრას და როგორ მოახდენს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას, ამას ყოფილი მაღალჩინოსანი ალბათ ისევ იმ ტელეკომპანიის ეთერში იტყვის, რომლის კონტროლსაც ქართული პარტია და მისი მოსკოვური ფრთა ასათიანი გოგელიას სახით ღიად ახორციელებენ. არ გადადგავთ